დაფერ ხართ? თუ ხართ თუ არა თქვენც არ იცით, ნუ რა მნიშვნელობა. ჩემთვის დღეს არის ძალიან ემოციური აქ ყოფნა. არაფერი არ მომხდარა, თქვენ წინ დგომა ჩემთვის ცოტა ემოციურია, წოლა მირჩევნია და ისე ლაპარაკი, მაგრამ გავძლებ რა ცოტა ხანი თქვენი ხათრით. მე ვარ იოანე რომანაძე, ცნობილი როგორც იოანე. ალბათ გინახავთ ერთხელ მაინც ჩემი ვიდეო TikTok-ზე და ძალიან უყვართ თუ გინახავთ, ალბათ არც ნერვები არ გივარგათ, ან სამსახურში შვებულებას არ გაძლევენ, ან რამე ტრაგიკული, იმიტომ რომ ბედნიერების მიზეზი დიახი არ გქონია. ხოლო რაც შეეხება როგორ აღმოჩნდი მე TikTok-ზე და რას ვაკეთებ. პირველი ჩემი თემის სახელწოდება არის პატარა ქობულეთური sprinkle on your campaign და აქამდე სად ვიყავი. პირველი ნაწილი რაც მინდა გითხრათ, რატო? აგერო. მე მქონდა კრეატორობის სამი მცდელობა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ზოგიერთმა თქვენგანმა მითხრა რომ დასაწყისიდანვე შენთან ვარო, მაგრამ ისეთ დასაწყისიდან არა, როგორც მაგალითად 2022 წელს, როცა პირველი ვიდეო დავდე და სულ მეკითხებიან რომ შემთხვევით მოხდა ის რომ შენ გავარდი და რაღაც არასდროს არ ხდება შემთხვევით, ანუ დავჯექი მთელი პრეზენტაცია ავაწყე და ვიდეო ჩავწერე, მე დავამონტაჟე, ეგ ხო შემთხვევით არ ხდება, ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, ვიცოდი რომ ძალიან მაგარი ვიყავი და გავარდებოდა ეგრევე და ასეც მოხდა 2022 წელს პირველი ვიდეო დავდე, იყო 2022 წლის დასაწყისი და პირველ 24 საათში ქონდა ძალიან ბევრი ნახვა, ძალიან ბევრი მოწონება, მაგრამ მე ამისთვის მზად არ ვიყავ, იმიტომ რომ შუალედურები მქონდა მე. მე 2023-ში კიდევ დავდე ერთი ვიდეო, რომელიც ორმაგად უფრო პოპულარული იყო და ამის ნერვი უფრო არ მქონდა. იმიტომ რომ შუალედურები იყო ჩემთვის პრიორიტეტი მაგ პერიოდში და მე 2023 წელს დავდე გარდამტეხი ვიდეო ჩემს TikTok კარიერაში და ერაში, რაც არის ვინ გადაყვავს 2024 წელში და ვინ არა და სამწუხაროდ ვიღაცები გადმოვიდნენ. ვინც მე არ მინდოდა, ეს იყო 4 დეკემბერი, 21 საათი და 4 წუთი როცა მორჩი წერას. ასე მტკივნეული იყო ჩემთვის, დიახ, არასწორად თქვენ. და თავარი, როდის დავიწყე კრეატორობა, ეს იყო 2024 წლის მარტი, როცა ფიზიკური დაჩუტვისკენ წავედი, მაგრამ ციფრულ ერაში გავბერდი და გავდიდდი უფრო. ფიზიკური დაჩუტვა, იმიტომ რომ კუჭის ოპერაცია გავიკეთე, კუჭი აღარ მქონდა ჩავწეხი და ჩემი ნანატრი შვებულება ბიულეტენი დაიწყო, ამის მე არ დამისვენია ფიზიკურად. ხო და აქედან დავიწყე ვიდეოების კეთება და ძალიან ბევრი ვიდეო დავდე ერთდროულად. აქედან ნარკოზიდან ვარ 11 წუთის გამოსული. მაგრამ ხომ იცით რომ აი კონტენტს კეთება მსხვერპლს მოითხოვს. როგორ შეიძლება ეს ბლოგი არ გადამეღო, რამდენჯერ გამოვალ ნარკოზიდან ისე რომ კონტაქტური ვიყო. და რაც შემდეგ მოხდა გაგაოცებთ, იმიტომ რომ ბოლო 8 თვეში 100,000-მდე ადამიანი შემომიერთა. ხოლო TikTok-ზე მაქვს 150 მილიონი ნახვა ჯამში, 10 მილიონი ლაიქი და თავშამივარდი. ერთ თვეში, მას შემდეგ რაც ვიდეო დავდე, მქონდა პირველი ბარტერი, 2 თვეში მქონდა პირველი რეკლამა, გადამიღეს YouTube-ში, YouTube-ის გადაცემაში, მქონდა სატელევიზიო დებიუტი. გავახმოვანი რეკლამა, გადამიღეს რეკლამაში, დავწერე, ჩავწერე, ყველაფერზე პატიჟებენ, ყველგან პატიჟებენ. დღეში 5 ადამიანი მაინც ხდება, რომელიც მეუბნება, რომ ან when I catch-ს მეუბნება, ან რაღაცინებს მაგას მეუბნება, ან ოჯახით გიყურებთო, ანდაც ნერვები ხომ გინდაო, იმიტომ რომ ალბათ რელევანტურია, რაზეც ნერვები მეშლება ყველაფერი. ეს someone famous template-მა მომიგდო და someone famous ვარ მე ახლა, დავტოვე მაგიტომ. და ყველაზე მთავარი, რაც ჩემს ყოველდღიურობაში ხდება, არის ის, რომ და ყველა კონტენტ კრეატორის ყოველდღიურობაში ხდება, არის ის, რომ შემოდით ძალიან ბევრი რეკლამის შემოთავაზება, მაგრამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ დავთანხმდებით, მაგრამ ეს უბრალოდ რეკლამის შემოთავაზება არაა, ხალხო, კრეატორის მთავარი ნიშა არის ის, რის გარშემოც იგი ამ თელ პროდუქტს, ციფრულ პროდუქტს აკეთებს და ჩემი ნიშა როგორც აღმოჩნდა იმის გარდა რომ მეგონა რომ ანუ ჩემი სისაყვარლით რა ქვია გავაკეთებდი ჩემს TikTok-ებს არის ის რომ ქობულეთურად ვლაპარაკობ და ქობულეთური ლაპარაკი არავინ არ იცოდა აქამდე რა იყო და აი სწყუროდა ყველას ეს ქობულეთური იუმორის გრძნობა და ეს ქობულეთური სისაყვარლე უბრალოდ არ იცოდნენ რა იყო რა თქმა უნდა მე გავაცანი ყველას და ახლა 90% შემოსული პრომოუშენების და რაღაცების რაც ციფრულ რეკლამას უკავშირდება
ყოველთვის სრულდება ასეთი მესიჯით ივანეში როგორც გიყვარს ისე რომ ვილაპარაკო ანუ თითქოს არ ვიცი ხარ უნდათ რომ ქობულეთურად ვილაპარაკო და კილოკავე მქონდეს ნუ ჩემთვისაც რა თქმა უნდა კომფორტულია ის რაზეც მე ახლა ვსაუბრობ ეს არის ქობულეთური sprinkle ანუ ეს ჩემი ქობულეთური აქცენტი აბსოლუტურად ყველაფერზე რასაც ვაკეთებ ახლა გახდა ქობულეთური ლაპარაკი ტრენდული იმიტომ რომ ჩემი მეგობრების უმრავლესობა ვინც ჩემთან ერთად თბილისში წამოვიდა რიკოზე დატოვეს მთელი მათი ქობულეთობა ტრადიციების სიყვარული და აბსოლუტურად ყველაფერი ერთი მე გადმოვიყოლე მაგრამ ახლა მიბრუნდა რიკოზე და მოაქვს ყველას ვისაც შეუძლია იმიტომ რომ ძალიან ტრენდული გახდა და ყველა ჩემი მეგობარი ვინც ლაპარაკობს ქობულეთურად ყველას ეუბნებიან რომ შენ იონესავით ლაპარაკობ ეს უბრალოდ იონესავით ლაპარაკი არ არის ეს ქობულეთური ლაპარაკი რომელიც თანგურულია თანაჭარულია და რაღაც ექსკლუზიურია ამან მომიტანა მე ძალიან ბევრი რეკლამის შემოთავაზება და ეს რეკლამის შემოთავაზება გადაიზარდა ძალიან დიდ პორტფოლიოში იმ კომპანიებისა, რომელთანაც მე თანამშრომლობ და რომელთანაც არაერთი კამპანია ვაკეთე, იმიტომ რომ თუ ერთ კომპანიასთან თანამშრომლობ და ძალიან სპეციფიურად თუ არჩევ მე კომპანიებს, მაგალითად აი გემბლინგთან თანამშრომლობა არ შემიძლია და ასე შემდეგ, აი ბევრი კომპონენტია და მიმიყვანა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა მაგალითად TBC, Zoom-ერი, Contact Home-ი, Noun-ი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად, კი რა, თითქმის ყველა მათგანთან დაბრუნებული თანამშრომლობა მქონდა, მაგრამ აი ყველაზე მაგარი და ყველაზე კარგი თანამშრომლობა ამჟამად მაქვს TBC-სთან, იმიტომ რომ ჯერ რეკლამა გავაკეთე, მე სპიკერი ვიყავი. ახლა დღეში ერთი SMS-ი მაინც მომდის და მეკითხებიან გოგოები, რომ ცოტა ზაგანიას ნომერი მივცე, მაგრამ მე არ ვიცნობ ხალხო. TBC-ის ბიჭი თუ აი რომა TikTok-ზე თუ იცით. და კიდევ ანუ რაც მთავარი არის ის რომ აბსოლუტურად ყველა მათგანს აქვს ერთი საერთო წერტილი, ყველა მათგანი არის ძალიან ბედნიერი იმით რომ მე ვაკეთებდი ამ ყველაფერს ისე როგორც მე მიხარია და მე მიხარია ამ ყველაფრის კეთება ქობულეთურად. და ჩემი როგორც კონტენტ კრეატორის ყველაზე დიდი პლუსი რაც მე მგონია რომ პლუსია არის ის რომ მე შემიძლია ბრენდს მივყვე აბსოლუტურად ყველა ეტაპამდე. TBC-სთან თანამშრომლობა იმიტომ გამოვარჩიე, რომ როცა TBC-ის პირველ რეკლამას უშვებდით, ორჯერ წაგვეშალა ვიდეო. პირველ ვიდეო რო დავდე, TBC-ის ჰქონდა ბარათებთან დაკავშირებული შეთავაზება და პირველ საათში ჰქონდა 3000 ნახვა, 3000 ლაიქი, 50000 ნახვა და რაღაც შეცდომა მოხდა, წავშალეთ. მე მეორე დავდე იგივე ვიდეო. ზუსტად იგივე ციფრები დაწერა და მეორედაც წაშლა მომიწია და რომ მომწერა მარკეტინგის გოგონამ რომ რა ვქნათ ახლა კიდე რომ დავდოთ შეიძლება არ წაიღოს ვიდეო ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეთქი ანუ მე ვიცი რა უნდა გავაკეთო და ავდექი და მეორე დილას ხიდიდან გადავხტი რომ მე ხალხს ენახა ხო დიახ ჩემი ბრალი იყოს ტალღები მაგრამ მქონია რა თქმა უნდა ჩაშლილი თანამშრომლობებიც. ჩაშლილი თანამშრომლობებიდან პირველი არის ის რომ უფრო მეტი რომ უფრო მეტად რომ გამოაჩინო ჩვენი პროდუქტი, ანუ იქნება მაცად. ჩემზე კარგად იცი აღარ უნდა გამოაჩინო პროდუქტი. იმიტომ რომ მე როცა თანამშრომლობას ვიწყებ რომელიმე კომპანიასთან, მთავარი არის ის რომ მე ყოველთვის ველაპარაკები სტატისტიკებით რა, ეს შემიძლია, ეს გამიკეთებია და ძალიან გთხოვ მენდეთ, მაგრამ ვიღაცები ბლეიზერიანი, მარჯელებიანი და მოკლეთმიანი მარკეტინგის გოგოები სულ მაძალებენ რომ ისე გავაკეთო ყველაფერი, როგორც ვაკასაბურთავს მარკეტინგში, მაგრამ მე ასე არ შემიძლია ხალხო. და მეორე შემთხვევა იყო რომ ბრენდის კონცეფციას არ ერგებიო, ეს იყო ხალხო, ანუ ტკბილეულის ტკბილეულთან დაკავშირებული მე შეიძლება ანუ ბრენდის კონცეფციას არ შეიძლება ვერ ვეტევი, მაგრამ მე ანუ იმას რა ქვია ტკბილეულის კონცეფციას ყოველთვის ვერ გები. გამორიცხული რომ მე ამას ვერ მოვა. ძირითად გაუგებრობას რაც იწვევს ყოველთვის არის ის რომ არ ესმით ჩემი, მაგრამ თავარი იყო ყოველთვის ის რომ მე არ მესმოდა არასდროს მათი. მე რომ გითხარით რომ მე ვარ დასავლეთ მე ქობულეთელი ვარ და იქ ჩვენ არც ერთ ბრენდი არ გველაპარაკება და არავის არ აინტერესებს ახლა ქობულეთები რას ფიქრობენ, რადგან გონიათ რომ წყიდულუნარიანი ხალხი არ ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში. ნუ რას უგაცროთ. ძალიან წყიდულუნარიანი ხალხი ცხოვრობს თუნდაც ქუთაისში, თუნდაც ბათუმში, ქობულეთშიც. ნუ ახლა ერთ-ერთი შემიძლია დაგიდასტუროთ მირად. ხო და მაგრამ ნენა ბრენდები ამას აცნობიერებენ. მე არ ვიცი ახლა მე გადავატრიალე ყველაფერი მეთქი მაგას ვერ გეტყვით რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მე გამოჩნდი, მას შემდეგ ძალიან გააქტიურდა დიდი კომპანიების შესვლა დასავლეთ საქართველოს ბაზრებს და ამასთან ერთად მარკეტინგული კამპანიებიც, მაგალითად ნახავდით
საქართველოს ბანკის კომპანიას, რომელიც იყო ქუთაისთან დაკავშირებული, გვირილობასთან დაკავშირებული, Bolt-ი შევიდა ქობულეთში მაგალითად, Bolt-მა გახსნა თავისი მარკეტი ბათუმში, რაშიც მე ვიყავი როგორც კრეატორი ჩართული ამ კომპანიაში და ნელ-ნელა ბრენდებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ვაუ, თურმე ან დასავლეთ საქართველოშიც შეიძლება რაღაცების კეთება და თუ ვინმე მწერალი ხართ კოპის წერთან, რეკლამას აკეთებ და ასე შემდეგ, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდეთ დასავლეთ საქართველოს ბაზრებზეც, იმიტომ რომ ხალხი მდიდარია, მეთქი გეუბნებით ახლა ამის. რაც შეეხება სტატისტიკებს, ყველაზე მაგარი სტატისტიკა, რაც ანუ მე ვთხოვე კომპანიას, რომ შემდგომ გამოეგზავნა და რატომ იმალავდნენ არ ვიცი, იყო Ework-ის აპლიკაცია, Ework-ი არის ციფრული დასაქმების პლატფორმა და ერთი ვიდეო გავაკეთე, რომელსაც თურმე მოჰყოლია 1500-მდე აპლიკაციის გადმოწერა, რაც შემთხვევით ფურორი იყო, იმიტომ რომ მე როგორც product owner-ი, რომელმაც იცის რანაირად მუშაობს, თუნდაც მარკეტინგი, თუნდაც მომხმარებლის გამოცდილება და ასე შემდეგ, მე fintech კომპანიაში მუშაობ, ძალიან რთულია მომხმარებელს დააძალო შენი აპლიკაციის გადმოწერა, რაღაც საოცრება უნდა შესთავაზე და ალბათ საოცრად გამოვგორდი იმ რეკლამაში, რამაც აიწულა მომხმარებელს, რომ 1500 მომხმარებელს რომ აპლიკაცია გადმოეწერა. TBC-სთან განმეორებით თანამშრომლობები მქონდა და 10X-ი იყო კიდევ ერთი კოლეჯი, რომელთანაც არაჩვეულებრივი გამოცდილება მქონდა, 3 ვიდეო გავაკეთეთ და ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა, ბათუმში აკეთებდნენ კოლეჯს და ძალიან ბევრი მოსწავლე დარეგისტრირდა და ძალიან ბევრმა დაიწყო განათლების მიღება. საბოლოოდ კი რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ჩართოთ დასავლეთ საქართველოს ინფლუენსერებიც თქვენს კამპანიებში და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ხალხს ელაპარაკოთ თავიანთ ენაზე, იმიტომ რომ ეს დავარცხნილი მარკეტინგის ენა არ ვიცი ეს ჩემმა დირექტორმა, რისკების დირექტორმა იცის ხანდახან თქმა, არ გვინდა ეს უცხოური ტერმინები და ზუსტად მასეა ჩვენთვის თბილისური მარკეტინგი დასავლეთ საქართველოში საერთოდ ვერ ხვდებით რის თქმა გინდა, საერთოდ არაფერი არ მესმის, მეც ვერ ვიგებდი თავის დროს და ახლა ჩემი მეგობრებიც ვერ იგებენ და ცოტა გარიყულად ვქრწნობთ თავს. ამიტომ მოარგეთ რაღაცინებთ. მოარგეთ თქვენი მარკეტინგი დასავლეთ საქართველოს. კიდევ რისი თქმა, when I catch you, thank you. მადლობა.